მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ახალ 6 საათზე ამ დროისთვის განვითარებულ მოვლენებს მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახურის რეპორტერებთან ერთად მე ვასილ ივანოვ-ჩიკოვანი გაგაცნობ. წვავე შეხვედრა პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრმა უმცირესობის კითხვებს უპასუხა. ირაკლი ღარიბაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატების შეხვედრა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. როგორც ჩაიარა შეხვედრამ და რა საკითხებზე იყო საუბარი პარლამენტში. დაწვრილებით ამაზე მირიან გორგოძე ისაუბრებს ქუთაისიდან. დიახ, საპარლამენტო უმცირესობისა და ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა სულ რამდენიმე წუთია, რაც უკვე დასრულდა. ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში უმცირესობის მოწვევით იმყოფებოდა. შეხვედრის დასაწყისში შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა მცირე განცხადება. მან ისაუბრა იმის შესახებ, რომ ზოგადად სტრუქტურა, ანუ სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო უფრო გამჭვირვალე არის, ვიდრე იგივე ეს იყო, თქვა, წინამთავრობის პირობებში. ასევე მან ისაუბრა უწყების სამომავლო გეგმებზე და განაცხადა ის, რომ უახლოეს მომავალში მოხდება საპატრულო ეკიპაჟების გაზრდა. ასევე მისი თქმით, სამინისტროს ცხელი ხაზი საკმაოდ აქტიურად მუშაობს. ასევე უახლოეს მომავალში ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით დაგეგმილია ტესტირებების ჩატარება უწყების თანამშრომლებისათვის, რაც თავის მხრივ მათი უნარჩვევების განვითარებისთვის იქნება დადებითი. ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში შეგვიძლია ირაკლი ღარიბაშვილს მოусმინოთ. სულს გამოხატო ჩემი ღრმა პატივისცემა ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი ორგანოს საქართველოს პარლამენტის მიმართ. მიმაჩნია, რომ კონტროლი და ჯანსაღი კრიტიკა არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. უკანასკნელი წლების განმავლობაში არც ერთხელ არ ქონია ადგილი შემთხვევას, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მისული იყოს პარლამენტში ოპოზიციური ფრაქციის კითხვებზე პასუხების გასაცემად. ჩვენი სამინისტრო წლების განმავლობაში დახურული სისტემა იყო და პოლიტიკური დიქტატის ქვეშ იმყოფებოდა. ჩემი უყევინება, რომ სამინისტრო გახდეს გამჭვირვალე საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული, რათა ის რეალურად ემსახურებოდეს ხალხს. განსხვავებით წარსულისა, როდესაც ჩვენი სამინისტრო ხალხის რეპრესირების მექანიზმს წარმოადგენდა. ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობა სრულ კონტროლს ექვემდებარება და მისი გაუარესი ნიშნები არ შეიმჩნევა მიუხედავად ამ მინისტრებულ პირთა დიდი რაოდენობისა. რაც შეეხება ჩვენი სამინისტრო სისტემის რეფორმებას, მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით. როგორც იცით, გაუქმდა კონსტიტუციური უსაფრთხოების ერთობლივ კუდი და სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტს სოდი, რომელიც პოლიტიკური დევნის ძირითად ინსტრუმენტებს წარმოადგენდა. დიახ, რაც შეეხება უკვე კონკრეტულად შეხვედრას და მის მიმდინარეობას, შეხვედრის დროს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა გამოთქვეს შეფასებები და მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ზოგადად კრიმინოგენული სიტუაცია ძალიან არის გაზრდილი. ამ მოსაზრებას არ დაეთანხმა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მან თავის მხრივ ნაციონალური მოძრაობის წევრები დაადანაშაულა იმაში, რომ ეს ადამიანები საკუთარი გამონათქვამებით ცდილობენ საზოგადოებრივი მღელვარება გამოიწვიონ. ამავე დროს უკვე კონკრეტულად დაისვა უმცირესობის წარმომადგენლებისაგან ბევრი შეკითხვა, მაგალითად კოტე კუბლაშვილმა დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა დასვა შეკითხვა თენგიზ გუნავა საქმესთან დაკავშირებით. ირმა ნადირაშვილმა ისაუბრა უწყებებში ადამიანთა დანიშვნის შესახებ, ანუ მან გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ უწყებაში ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავები ინიშნებიან მაღალ თანამდებობებზე. ჩვენ ახლა შეგვიძლია პირდაპირ ეთერში ეს კითხვა-პასუხი მოვისმინოთ. ემმა თანამშრომლებმა დაწერეს ოქმი, სადაც დაწერეს, რომ დაკავებისას ამ ადამიანს აღმოაჩნდა მაკაროვის ტიპის იარაღი, ნომრის გარეშე და შემდეგ. თქვენ მეუბნებით, რომ იარაღი არ აღმოჩნდა. მე არ მითხოვს იარაღი არ აღმოჩნდა. მე არ მითხოვს იარაღი საიდან მოვიდა, მე არ მითხოვს. ანუ იარაღი ქონდა თენგიზ გუნავას? მაკაროვი ქონდა უნომრო? და თქვენ გინდათ რომ საზოგადოება ხა დაარწმუნოთ, რომ ესეთი ფაქტი იყო უბრალოდ დროის აი რაღაც ხარვეზი რო იყო, მაგის გამო მოხდა ეს ყველაფერი. ოფიციალური ვერსიით მას ქონდა იარაღი, იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. დაკავების მომენტისას კიდევ ვასწრებთ. მას ქონდა იარაღი, ეს არის ოფიციალური ვერსია, რაც არსებობს ჩვენ სამინისტროში, მაგრამ დაიწყო გამოძიება, გადავიდა პროკურატურაში, პროკურორიდან გადავიდა იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში და არ დადასტურდა, რომ ჩვენ მას ჩავუვდეთ იარაღი. რა არის აქ გაუგებარი? თქვენი გამინისტრების შემდეგ ძალიან ბევრმა თქვენმა ნათესავმა დაიწყო ახალი სამსახური კონკრეტულ ფაქტებს შევაკეთოთ. მაგალითად, თქვენი და დაინიშნა მუნიციპალური განვითარების ფონდში. თქვენი სიმავლის თამაზ თამაზაშვილის დიშვილი, ზვია ჯანყარაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში წაიყვანეთ და დანიშნეთ გენერალური. მე გავაგრძელებ ხა, მე წვალობთ ხა რაღაცებს კითხულობ და არა, ყველაფერი კარგად ვიცი, ნუ შეწუხდებით. თქვენ თუ ითხოვთ რომ დაგასრულებინოთ, მეც მაქვს ალბათ უფლება, რომ თქვენ დაამატეთ თუ რამე გამორჩა.
მოკლედ ეს გწოდნიათ, ყველას დაინიშნა გენერალური ინსპექციის უფროსად. შინაგან საქმეთა მინისტრის სიმავლის თავაზ თამაზაშვილის და თამარ თამაზაშვილი და თამარ თამაზაშვილი დაინიშნა დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსად. ქალბატონი თამარის მე მინდა გითხრათ არჩევნების დროს ქალბატონი თამარის მეუღლე ვასიკო აბულაშვილი დაინიშნა კახეთის ენერგოდისტრიბუციის დედოფლის წყაროს სერვის ცენტრში აღრიცხვის სამსახურის უფროსად. ასევე თქვენი სიმამრის თამას თამაზაშვილის სოლის მაია თამაზაშვილის ძმა ნუგზარ ბაბიაშვილი დაინიშნა ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს. ამას არ აინტერესებს თქვა ჩემთვის არ არის სერიოზული. ხარმინ და ისე ვიტყვით რომ ეს კომპენსირებაა ის არის მაგრამ ბატონერები თქვილი თქვი აქ რა დამთავრებინდი შეიძლება. მე მინდა შეგახსენოთ იქ ახსენეთ მაგალითად ჩემი სიმამრის და ახსენეთ რომელიც არჩევნების დროს გააგდეს სამსახურიდან ძმა ყავდა ციხეში დაჭერილი ერთი წელი აბსოლუტურად უსამართლოდ ყავდა დაჭერილი დატყუებული იყო თქვენი პატიმარი და მთელი წლის განმავლობაში თქვენ საარჩევნო კამპანიის დროს ერთ-ერთი მთავარი მესიჯი იყო რომ თამაზაშვილის გინდა დაბრუნდეს თამაზაშვილის მკვლელობა გინდათ რა გინდათ მე მინდა ახლა შეგახსენოთ თქვენ ახსენეთ ეკაბესელია მიგონი ეკაბესელიამ წაიგიცხა აკაკი მინაშვილის და ჯერგდე მუშაობს ჩემს სამინისტროში მისი ცოლი მუშაობს თინა ბურჯალიანის და მუშაობს ჩვენ სამინისტროში. ხო ხომ იმიტომ მოხვედით რომ ესეთი რაღაცები აღარ განმეორდეს ბატონო ირაკლის. ხო ხო ბეგდაპირება ქონდა. ასეთი რამ აღარ უნდა მოხდარიყო. ხატია დეკანოიძის მამა. თქვენი მეუღლე ვინ არის უკეთრავად? გეწერებათ მან ჩაიკითხეთ. გამგებელი ხო? ძალიან კარგი. აღარ გავაგრძელებთ მაშინ. ნუ არ სერიოზულია ეს ყველაფერი. დიახ, შეხვედრისას ასევე მოხდა მცირე შეკამათება უმცირესობისა და ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს შორის, კონკრეტულად კი, როდესაც საუბარი იყო სტრუქტურის დეპოლიტიზაციაზე, უმცირესობა მოითხოვა, რომ ლუკა კურტანიძე, რომელიც პოლიციის აკადემიაში მუშაობს და მისი მსგავსი ადამიანები ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში არ უნდა მუშაობდნენ, ასე ვთქვათ, მაღალ თანამდებობაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ ლუკა კურტანიძეს არანაირი შეხება არ აქვს სტრუქტურასთან, სამინისტროსთან და ის მხოლოდ პოლიციელების სპორტულ აღზრდაზე და განვითარებაზე ზრუნავს. ამ ყველაფერმა უკმაყოფილება გამოიწვია უმცირესობის წარმომადგენელთა შორის და ამ ყველაფერს მოყვა კამათი, რომლის ასახველი კადრები თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ იხილოთ. ბატონო ირაკლი, მაშინ დაგისვათ შეკითხვას. ლუკა კურტანიძე, რომელიც თქვენ დანიშნეთ, ის დღეს არის პოლიციის აკადემიის მაღალი თანამდებობის პირი. ის არის პრორექტორი და არის თქვენი ნომენკლატურის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი, დეპოლიტიზებული ბატონი ლუკა კურტანიძე, რომელიც ოპოზიციის წევრების ცოცხლად გატყავების და ლინჩის წესის მოკვლის ნატურა უცნებებით მოგვევლინა მედიის წინაშე. პოლიციის აკადემიის სპორტს. გასაგებია, მაგრამ კიდევ ერთხელ გიმეორებ. პოლიტიკა აქ არაფერს ვაში არ იყო. არ არის პოლიციელი. რომ პოლიტიკა არაფერს ვაში არ იყო და მის პოლიტიკური აქტივობა არაფერს ვაში არ იყო. ურდანის აქვს თავის პოლიტიკური შეხედულება. პოლიციის აკადემიაში ადამიანი რომელიც ამბობს რომ ოპოზიციას გავატყავებ, ხო ბატონო ირაკლი? ამაზეა საუბარი. შეიძლება ეს ყურირებს სპორტს. სპორტი არის სხეული ჯანმრთელობა, რომელიც კავშირში არის სული ჯანმრთელობასთან და სულიერ წონასწორობასთან, რომელიც პოლიციელს განსაკუთრებით უნდა ქონდეს მომძლავრებული. მე რა თქმა უნდა არ ვიზიარებ მის შეხედულებას და მიმაჩნია რომ ეს იყო ძალიან მძიმე შეფასება მისი მხრიდან, ძალიან მძიმე განცხადება იყო. მე გიდასტურებთ, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ კურტანიძე კურირებს სპორტს აკადემიაში. და მას არავითარი შეხება არ აქვს პოლიციასთან. და როდესაც თქვენ საუბრობთ მაგალითებზე, თქვენი ხელისუფლება რა მაგალითად დავთავრებთ თუ შეიძლება? დავთავრებთ თუ შეიძლება? ჩაგეკითხებით უკაცრავად. რას ნიშნავს პოლიციასთან შეხება? სპორტს კურირებს და იმას გავიგეთ, აბა ვის ამეცადინებს სპორტში ვერ გავიგე. პოლიცია ვის ამეცადინებით მე? მე არავის არ ამას მე მინისტრი ვიყავი. მე არ ვიყავი აკადემიის თქვენ წარმოვიდგინეთ წინა აბა რას გულისხმობთ ვერ გავიგე. არ წარმოვიდგინეთ წინა ხელისუფლებას? აბა მეუბნება ხატია დეკანოიძე არის გატყავებაზე ასაუბრებდა. აკადემიაში საჩვენებით თქვენ 26 მაისს რა საჩვენეთ? ეკო მაგალითი.
დიახ, შეხვედრაზე ასევე აღსანიშნავია, რომ საუბარი იყო 8 თებერვლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, ასევე საუბარი შეეხო კონკრეტულ საქმეებს, რომელთა გამოძიება ეხლა მიმდინარეობს ან უახლოეს მომავალში დაიწყება. უმცირესობისა და ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრა დაახლოებით 2 საათნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა. მე შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს საპარლამენტო უმცირესობის შეკითხვებს უპასუხა. მადლობა მირიან გორგოძე საუბრობდა ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში. დღესვე საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი განიხილეს იურიდიულ კომიტეტში. ცვლილებების მთავარი არსი პრეზიდენტისთვის იმ კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვაში მდგომარეობს, რომელებიც მას პარლამენტის ნების საწინააღმდეგოდ მთავრობის დათხოვნასა და ახლის დაკომპლექტების საშუალებას აძლევს. როგორც ჩაიარა საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის პირველმა განხილვამ საპარლამენტო კომიტეტში, ამას თამარ გოგესაშვილი გვეტყვის. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს. საკანონმდებლო ინიციატივა კანონმდებლობის კომიტეტის თავმჯდომარემ წარუდგინა ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, კანონპროექტის ავტორებმა გაითვალისწინეს კონსტიტუციონალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარკვეული შენიშვნები. ცვლილებებია ასევე კანონპროექტის პირველ რედაქციაში, კერძოდ საუბარია იმაზე, რომ საკონსტიტუციო ნორმა, რომელიც პრეზიდენტს ახალარჩეული პარლამენტის პირველი 6 თვის, ხოლო საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ბოლო 6 თვის განმავლობაში მის დათხოვნას უკრძალავს, კვლავ ძალაში რჩება. ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა და სამთავრობო პროგრამა სამჯერ ვერ მოიპოვოს პარლამენტის ნდობას, პრეზიდენტი უფლებამოსილია დაითხოვოს საკანონმდებლო ორგანო და 3 დღის ვადაში დანიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, ხოლო აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციას კვლავ ძველი მთავრობა შეინარჩუნებს. უარი ვთქვით იმ ნორმის გაუქმებაზე, რომლის თანახმადაც პრეზიდენტს უფლება არ ჰქონდა პარლამენტის არჩევიდან პირველი 6 თვის განმავლობაში და თავისი უფლებამოსილების ბოლო 6 თვის განმავლობაში დაითხოვოს პარლამენტი. მან შეიძლება შექმნა გამოიწვიოს მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რაც ამ კანონპროექტის ინიციატორებმა გავიზიარეთ, დავეთანხმეთ ამას და ამიტომ ეს ნორმაც, ამ ნორმასაც აღარ ვსვამთ უკვე ცვლილების შესატანად. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა საპარლამენტო უმცირესობა არ დასწრებია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა კომიტეტის ხდომა დატოვეს. თავით ბაქრაძის განცხადებით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უმცირესობის პოზიცია ხვალ გახდება ცნობილი. ჩვენ საბოლოო პოზიცია ხვალ იქნება დაზუსტებული უმცირესობის ხდომაზე, თუმცა ერთი რამ შემიძლია ნამდვილად თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა, მისი ფრაქციის და უმცირესობის ყველა წევრი იმოქმედებს ერთიანად და იმოქმედებს ერთიანი მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. კიდევ რა ცვლილებები შედის კონსტიტუციაში და როგორ აფასებენ აღნიშნულ კანონპროექტს კონსტიტუციონალისტები, ვრცლად ზუსტად 9 საათზე მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში კი ამბობთ. მადლობა, ეს ჩვენი კორესპონდენტი იყო, რომელიც პირდაპირ ეთერში თამარ გოგისაშვილი, რომელიც საუბრობდა საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტის განხილვაზე პარლამენტში. 2006 წელს სოფელ ვარციხეში სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი 3 ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის წევრები დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. ერთ-ერთი ლიკვიდირებული პირის მამის განცხადებით პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ლევან კახიანი, რომელიც ვარციხეში ოპერაციას ხელმძღვანელობდა, 2 თვის წინ ირაკლი ღარიბაშვილმა ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილედ დანიშნა. რამინ კიზირიას თქმით, ასევე დაუშლილები არიან სისხლიანი სპეცოპერაციის სხვა მონაწილე პოლიციელებიც და საქმით დაინტერესებას ის მთავარ პროკურატურას თხოვს. რა მოხდა 2006 წელს სოფელ ვარციხეში და რა საცხადებს აღნიშნულზე შინაგან საქმეთა მინისტრი? თემის დეტალები ჩვენს მთავარ გამოშვებაში 9 საათზე. სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდა სამხარეო პოლიციის უფროსი მაშინდელი ლევან კახიანი. 2 თვის უკან გავიგეთ მე და ქალბატონმა ელისომ, რომ ლევან კახიანი დაინიშნა ღარიბაშვილის უწყებაში, ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილედ. შეეშალათ უბრალოდ ეს ადამიანები და ლიკვიდაციის შემდგომ გადაწყვიტეს, რომ სპეცოპერაცია, ასე ვთქვათ, გაეправებიათ, მიიტანეს და დაალაგეს იქ 2 ავტომატური იარაღი და პლუს 1 გადაჭრილი სანადირო თოფი. იმ ღამეს ჩავიდა, როგორც მე ვიცი და სწორედ გურამდონაძის სცენარით მოხდა ეს. ფინანსური პოლიცია ყაზტრანსგაზ თბილისს ამოწმებს, ოფიციალური კომენტარს უწყება ამ დრომდე არ აკეთებს. თემაზე დავით ახვლედიანი მუშაობს. დავით, რასაც ხადებენ აღნიშნულ შემოწმებაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში?
ვასილ, ჩვენ ჯერ ფინანსთა სამინისტროს ფინანსურმა პოლიციამ დაგვიდასტურა სატელეფონო საუბარში, რომ ის ინსპექტირებით იმყოფება ყაზტრანსგაზში, თუმცა დამატებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. ჩვენ შევეცადეთ თავად ყაზტრანსგაზში გაგვერკვია თუ რა საფუძველზე იმყოფება და რა კონკრეტულად რას ამოწმებს ფინანსური პოლიცია უწყებაში, თუმცა აქ კომენტარისგან თავი შეიკავეს. ჩვენი ინფორმაციით ფინანსური პოლიცია უკვე პარასკევისდან იმყოფება ყაზტრანსგაზში და ამოწმებს უწყებას. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ კომენტარები. პარასკევის მერე შემოსულები არიან და რა განცხადება იყო რამე დაწერილი თუ რა და ეს თათბირი ხო დიდი ხანია Для меня причин истинных причин. Ჩემთვის როგორც მმართველი კომპანია ყაზმინაიგაზის აქციონერისთვის გაუგებარია, რატომ არ ხმარდებოდა დროებითი მმართველობის დროს ამონაგები თანხები იმვალის დაფარვას, რომლის გამოც ყოფილი ხელისუფლების დროს ყაზტრანსგაზის მართვიდან ჩამოგვაშორეს. 30 მილიონი ლარი არა ძირითადი ვალის გადახდას, არამედ საურავების დაფარვას მოხმარდა. ყაზტრანსგაზში ფინანსური პოლიციის შესვლის მიზეზები ჩემთვის უცნობია, თუმცა თუ კომპანიის მმართველობა ჩვენ როგორც კანონიერ მესაკუთრეს გადმოგვეცემა, ამ ინსპექტირების შედეგები ალბათ გარკვეულ სიცხადეს შეინტანს იმაში, თუ როგორ იმართებოდა დროებითი მმართველობის პირობებში. ეს იყო ყაზტრანსგაზის ყოფილი გენერალური დირექტორი სანჯარ შოკატაევი, სწორედ ჩვენ მოვახერხეთ მისი ჩაწერა. როგორც ცნობილია, ყოფილი ხელისუფლების დროს მაშინდელმა მინისტრმა ალეკო ხეთაგურის დროს ყაზტრანსგაზში დაინიშნა დროებითი მმართველი და ყაზახური მხარე ჩამოშორდა კომპანიის მართვას. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ მაშინდელი მმართველობის პირობებში შექმნილი სიტუაციიდან გამოწვეული იყოს ფინანსური პოლიციის შეცვლა უწყებაში. ჩვენ მოვიპოვებთ დამატებით ინფორმაციას და დამატებით გაცნობებთ ამ თემასთან დაკავშირებით მოგაწოდეთ ინფორმაციას. მადლობა, ეს დავით ახვლედიანი იყო. თბილისის 24,000 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. ძლიერი ქარის გამო სააქციო საზოგადოება თელასის კუთვნილი 100 კილოვატიანი გადამცემი ხაზები. დიღომი 1 და დიღომი 2 დაზიანდა, რის გამოც ელექტრომომარაგება შეწყვეტილი ჰქონდა დიღომში მდებარე საავადმყოფოებს, ასევე საქალაქო და სააპელაციო სასამართლოს. თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოს, საპატრულო პოლიციას, ამერიკის საელჩოსა და ტელეკომპანია იმედს. ძლიერმა ქარმა შიდა ქართლის რეგიონში ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა. თბილისში დაზიანებული გადამცემი ანძა ენერგეტიკის მინისტრმა მოინახულა კახა კალაძე ენერგოპრო ჯორჯიას ხელმძღვანელობასაც შეხვდა. სამუშაოები მიმდინარეობს და ჩაირთვება ეს აბონენტები. მართლა ძალიან ძლიერი ქარი იყო. აეროპორტის ტერიტორიაზე დაფიქსირდა 120 კმ/სთ ქარის სიჩქარე, რაც მართლა ამბობს იმას, რომ ძლიერი ქარი იყო. მიუხედავად იმისა, რომ შევადაროთ გასულ წლებს, ნაკლები დამორთვა იყო, ეს არის შედეგი იმისა, რომ ყოველთვიურად, ყოველკვირეულად მიმდინარეობსარეაბილიტაციო სამუშაოები. ძლიერი ქარის გამო ელექტროენერგიის მიწოდება ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთის 23,000 აბონენტს შეუწყდა, თუმცა დენის მიწოდება საღამომდე აღდგება. ვიმედოვნებ, რომ სამუშაოების ჩატარებაში ამინდის ხელშეგვიწყობს. ამჟამად დროებითი სქემით დაახლოებით საათნახევარში 2 საათში აღდგება მომარაგება, სრულად 23,800 აბონენტია ზუსტად. ყოველ 2 საათით გაითიშება კიდე იმისთვის, რომ ძირითადი სქემით აღდგეს ელმომარაგება რა. ამჟამად ზაბვა 2 საათში ალბათ ყველას მიეწოდება რა. უამინდობის გამო შეზღუდვებია მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის გუდაური კობის მონაკვეთზე. ინტენსიური თოვის შეზღუდული ხილვადობისა და ზვავს საშიშროების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის სამონაკვეთზე აკრძალულია. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, თოვლისა და ლიპყინულის გამო არაგვისპირი გუდაურისა და კობი ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა არაგვისპირი გუდაურისა და კობილარსის მონაკვეთზე თავისუფალია. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განმარტავენ, მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია გომბორისა და ნაქერალას უღელტეხილებზეც. აქ გადაადგილება დაშვებულია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მოძრაობა შეწყდა გუშინ საღამოს 10:30-ზე დაიკეტა ოფიციალურად ტელეფონოგრამის გამო, იმიტომ რომ ინტენსიური თოვა იყო და ზვავს საშიშროება სადღაც 30-35 სანტიმეტრზე ავიდა ჯვრის უღელტეხილზე თოვა. მაგის გამო დაიკეტა და კობი ყაზბეგი დარიალის მიმართულებით გაწმენდილი ორი მხრივ იყო და ეხლაც მიდის გაწმენდილი სამუშაოები, გაფართოება მიდის დარიალის მიმართულებით.
ძლიერი ქარის გამო თბილისში რამდენიმე შენობის სახურავი დაზიანდა, მოქალაქეების დაშავების შესახებ კი ინფორმაცია არ ვრცელდება. საგანგებო სიტუაციების სპეციალური სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. დამატებულია 5 ეკიპაჟი სრული შემადგენლობით, მათ შორის არის სამაშველო ჯგუფები და ტექნიკა. თემურ გიორგაძის განცხადებით უამინდობის გამო გამოძახებების რაოდენობამ იმატა. ეს ნაწილი სახურავის ახდის შემთხვევები არის თბილი, როგორც თბილისში და შემოგარენში, ასევე თბილის გარეთ, ეს არის რეგიონები, გორში, ბათუმში დაფიქსირდა, მცხეთაში დაფიქსირდა ესეთი შემთხვევები. ჩვენ ყველა ბრიგადა, ესე რომ ვთქვათ, მობილიზებულ რეჟიმში არის, მთლიანად 112 მუშაობს საგანგებო რეჟიმზეა გადასული და მზად ვართ, რომ ნებისმიერი მიღებული ინფორმაცია დროულად და ოპერატიულად გადავცეთ შესაბამის სამსახურებს. თაცმინდის რაიონში სარაჯიშვილის 27 ნომერში მშენება რებინის ერთ-ერთი კედელი ჩამოინგრა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა როგორც თვითმხილველები აცხადებენ, გრევამდე რამდენიმე წუთით ადრე ეზოში ბებია და შვილიშვილი იმყოფებოდნენ. ჩამონგრეული კედლის ნაწილი მეზობლად მდგარ ორ საპირფარეშოს დაეცა და მათი სახურავები ჩაანგრია. შემთხვევის შედეგად დაზარალებულებმა დასახმარებლად თბილისის მერიას განცხადებით მიმართეს. მოხუცი დედა მყავდა 2 წუთში არის აცდენილი ტუალეტი გვაქვს გარეთ და იქ იყო შემოსული. იქ ჩამოინგრა ტუალეტის ის არის ჩანგრეული ყველაფერი შეხედეთ რა დღეშია კედლები აქეთაც კედელი ეს კედელი საშიშია უკვე ბეწვაზეა ბავშვი გადარჩენილი ბებია გადარჩენილი ძლივ და ჩემო შვილიშვილმა ძლივ შემოასწრა სახში შემოვიდა თუ არა და ჩამოინგრა შეიძლებოდა რომ დაბლა ყოფილიყო ან ტუალეტში ან ეზოში ყოფილი მე პატრონი არ არის აქ დაურეკეს და მე რაიონში ვარო და 3 დღის მერე ჩამოვალო და მოვაო ვინმე ჩემი ამხანაგებიო და მიხედავენ ამ ტუალეტს კახეთის რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. მიზეზი ამინდის გაუარესება და მოსალოდნელი ქარიშხალია. გარდა ამისა, რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის სახანძრო სამაშველო სამსახურებით საგანგებო რეჟიმში მუშაობენ, რადგან მოსალოდნელი სტიქიური უბედურების შემთხვევაში, გამოძახებების შემთხვევაში ადგილზე დროულად მივიდნენ. ამ დროისთვის კახეთის რეგიონების ზოგიერთ რაიონში სუსტი ქარია. კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შემოვიდა შეტყობილი ტელეფონოგრამა, რომ კახეთის რეგიონში 17, 18 და 19 მარტს მოსალოდნელი იყო ძლიერი წვიმა და ქარი, რასაც შეიძლება მოჰყოლოდა საშიში სტიქიური მოვლენები. აღნიშნულთან დაკავშირებით კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გადაყვანილი იქნა მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე, პარალელურად გაფრთხილებულები იქნენ კახეთის რეგიონის ყველა რაიონის სახანძრო სამაშველო სამსახურები მოსალოდნელ მოვლენებთან დაკავშირებით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი სწავლების აქტიური ფაზა დაიწყო. სწავლების გახსნის ცერემონია ლაზიანის სამხედრო პოლიგონზე გაიმართა. ერთობლივ წვრთნებში ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის 350 სამხედრო მოსამსახურე და საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 23 ბატალიონი მონაწილეობს. 23 ბატალიონი ის ქართული ქვედანაყოფია, რომელიც ავღანეთის უსაფრთხოების მხარდაჭერის საერთაშორისო მისიიდან უდანაკარგოდ დაბრუნდა საქართველოში. სწავლების ფარგლებში დაგეგმილია ტრეინინგი ქართული მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ISAF-ის მისიის გასაშუქებლად სპეციალურ მომზადებას გაივლიან. მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვარ და ქართულ სამხედროებთან თანამშრომლობ. ჩვენ ერთობლივ წვრთნებს ვატარებთ და ვცდილობ შევიძინოთ სამშვიდობო ოპერაციებისთვის საჭირო ყველა უნარი. ჩვენ მჭიდროდ თანამშრომლობთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან და აუცილებლად გავაგრძელებთ სამხედრო წვრთნებსა და ტრეინინგებს. ყველაფერი მზად არის, რაიმე ამინდი გვაქვს ცოტა ცუდი, მაგრამ ამას გავლენა არსებითი არ აქვს ჩვენს მომზადებაზე და საინტერესო ვითარება იქნება უფრო. ამიცაც ვებჯვით და მოწინააღმდეგესად პირობითად. ინციდენტების პრევენციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ქართულმა და უსურმა მხარეებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის სიახლოვეს არსებული ვითარება განიხილეს. ქართულმა მხარემ ბოლო პერიოდში რუსის სამხედროების მიერ ეგრეთ წოდებული საზღვრის მავთულხლართებით მონიშნვის პროცესი გააპროტესტა. ოსურმა მხარემ კი სოფელ ნიქოსში ქართული პოლიციის მიერ გახსნილ ახალ საგუშაღოზე ისაუბრა. შეხვედრაზე ასევე ახალგორში სასმელი წყლის დაზიანებული სათავე ნაგებობის შეკეთების შესაძლებლობაზეც იმსჯელეს. გარდა ამისა განიხილეს ორივე მხარის მიერ დაპატიმრებულების შესაძლო გათავისუფლების საკითხებიც.
შეხვედრა საკმაოდ კარგ ვითარებაში ჩატარდა, განვიხილეთ მთელი რიგი საკითხები. ვისაუბრეთ ასევე სოფელ ნიკოში გახსნილ ახალ ქართულ საგუშაგოზე. ნიკოში გაკეთდა საგუშაგო, როგორც ეს მანამდე მოხდა სოფელ ზარდიანტკარში. ვფიქრობ, რომ ეს ყოველივე გაზრდის პროვოკაციებისა და დაპირისპირების საშიშროებას. გარდა ამისა, ასევე ვისაუბრეთ საზღვრის ინჟინერულ გამაგრებაზე. ეს საზღვარი არის ერთგვარი წინაღობა და არავის არ უქმნის საფრთხეს. პირიქით, საფრთხის შემამცირებლადაა. ვისჯელეთ საქართველოში განხორციელებულ ამინისტიაზეც. კარგია, რომ მარეკ დუდაევს გაუნახებდა საჭირი. ვფიქრობ, ამ მიმართულებით პროგრესი არის. განვიხილეთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებული ინციდენტები. ჩვენ კვლავ გავაპროტესტეთ რუსი მესაზღვრეების მხრიდან ადმინისტრაციული საზღვრის მავთულათებით დამონტაჟება. მოვითხოვეთ მათი მხრიდან, როდესაც საუბარია მოქალაქეების თავისუფლ გადაადგილებაზე, როდესაც საუბარია მიწის დამუშავებაზე, ხო? როდესაც საუბარია, როდესაც სასაფლაოები რჩება ერთ მხარეს, აუკე შეხვედრის არ გამოვა, ხო? მოვითხოვეთ კონკრეტიკა, მოვითხოვეთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. საქართველოს პრეზიდენტმა უცხოეთის 9 ქვეყანაში ახალი ელჩის დანიშვნის ბრძანებას ხელი მოაწერა, როგორც ქვეყნის პირველი პირის ადმინისტრაციის ინფორმაციიდან ირკვევა საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა თანამდებობაზე. დანიშვნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტმა განკარგულება დღეს გამოსცა. განკარგულებით ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლად ნატოს საბანაძემ, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიხეილ უკლება, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და იუნესკოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ეკატერინე სირაძე დელონი, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად არჩილ გეგეშიძე, უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზაზა კანდელაკი, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კონსტანტინე ზალდატანიშვილი, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად თეიმურაზ ჯანჯალიან, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ზაალ გოქსაძე, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად კარლოს სიხარულიძე დაინიშნება. დაგვაცადეს სწავლა მინისტრო ასეთი სლოგანით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ავტორიზაციის საბჭოს მიერ 12 მარტს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ. აქციაზე სტუდენტებთან ერთად საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც მივიდნენ. სტუდენტებმა სპეციალურად საპროტესტო აქციისთვის სიმღერაც დაწერეს და მინისტრს გონივრული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდეს. რას აპირებენ სტუდენტები და როგორი პოზიცია აქვს სამინისტროს, ნახეთ 9 საათზე ჩვენს მთავარ გამოშვებაში. ჩვენ ავტორიზაცია ჩამოგვერთვა და მოვითხოთ მეგონი სამართლიანად რომ ავტორიზაცია აგვიდგეს. მეც არაფერს არ მოვითხავთ და ამის ერთ-ერთი სამართლებრივი ფორმა არის ის, რომ გაუქმდეს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. მხოლოდ ამას მოვითხავთ. ანუ სამართლებრივ ფორმას რაც შეეხება ჩვენ მოვითხავთ ამას. მე ვაწყობ სოლიდარობას, იმიტომ რომ მე ვიყავი აგრიულში, ნახე რა პირობები აქვს სწავლისთვის. ისეთი რომ შეგშურდება თეთრი შურით და მოგინდება რომ ისწავლა ალბათ და მე ვერაფრით ვერ ხვდები რატო არ შეუძლია ამ ხალხს ისწავლოს იქ სადაც ამის საშუალება მისცეს. მას შემდეგ რაც საჯარო სამსახური დავამთავრე, მე ამჟამად ვარ კვლევითი ერთ-ერთი ცენტრის თანამშრომელი, არა ვარ აგრარული უნივერსიტეტის თანამშრომელი, მაგრამ ვფიქრობ რომ ის მოთხოვნა რასაც სტუდენტებს აქვთ არის სამართლიანი და რასაც მინისტრი იძახს ის არის ყველაზე მოკლე გზა ავტორიზაციის აღსადგენად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების შესახებ კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი მიღებულია. ის ვენეციის კომისიის დასკვნით გათვალისწინებით იუსტიციის სამინისტროსა და უზენაესის სასამართლოს შორის კონსულტაციების შედეგად მომზადდა. უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის კოდე კუბლაშვილის განცხადებით კანონპროექტი ზუსტად არ ემთხვევა ვენეციის კომისიის დასკვნას, თუმცა უზენაესის სასამართლომ მზადყოფნას გამოთქვამს ეს ვარიანტი უცვლელად გადავიდეს კანონში. კანონის ძალაში შესვლისთანავე უფლებამოსილება შეუწყდებათ უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს, ვისაც კანონის მიხედვით თანამდებობრივი შეუთავსებლობა აქვთ. ახალი კანონპროექტის მიხედვით უმაღლეს საბჭოს ყოფილ წევრებს საბჭოში ხელახლა არჩევის უფლება ექნებათ. საბჭოს წევრები გახდებიან ის კანდიდატები, ვინც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ. მოსამართლე კანდიდატებს უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარე აღარ წარადგენს. ასევე საბჭოს წევრები ვერ იქნებიან სასამართლოს თავმჯდომარეები, თუმცა მათ შეეძლებათ საბჭოს წევრობა თანამდებობის დატოვების შემთხვევაში. უმაღლეს საბჭოს წევრობის პარალელურად დასაშვები იქნება კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეობა.
ამ წუთებში საქართველოს პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში განცხადებას აკეთებს, მას ჩვენ პირდაპირ ეთერში დავაზოთ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, რომლის წერილი როგორც გაირკვა ძირითადად დაწერა პრემიერ-მინისტრმა და შემდეგ რამდენიმე წერილით პრემიერმა და მთავრობამ წერილი გაუგზავნეს ევროპარლამენტის წამყვან დეპუტატებს, მათ შორის შედიან ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, ევროპარლამენტის ყოფილი და მოქმედი თავმჯდომარეები, ყოფილი თავმჯდომარე ბუზეკი, იქ ბევრი წამყვანი წევრი და ახლა უკვე ამ ორი დღის წინ საქართველოს მთავრობამ უპასუხა ევროპარლამენტის, უბრალოდ ევროპის სახალხო პარტიის მემორანდუმს საქართველოსთან მიმართებაში და მინდა შეგახსენოთ, რომ ევროპის სახალხო პარტია არის ევროპის წამყვანი პარტიების გაერთიანება. მაშინ შედიან კანცლერი მერკელის პარტია და კანცლერი მერკელი თვითონ, ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროპის სხვა ლიდერები, ძალიან ბევრი პრემიერ-მინისტრი, ძალიან ბევრი სახელმწიფოს ლიდერი ევროპის კონტინენტზე, ევროკავშირის ძირითადი ბირთვი. ევროპარლამენტი ამ სახალხო პარტიის მიმართვაში საუბარი იყო იმ თვეებზე, რომელიც დარჩენილია ვილნიუსის სამიტამდე და თქვენ იცით, რომ ვილნიუსის სამიტი არის ისტორიული შანსი საქართველოსთვის, რათა ჩვენ შევძლოთ მივიღოთ ევროკავშირის პერსპექტივა, ჩვენ შევძლოთ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მიღება, თავისუფალი ვაჭრობის მიღება, ასოცირების ხელშეკრულების მიღება ევროკავშირთან. მრავალი წელია ჩვენ მუშაობთ ამ საკითხზე. ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით გამოითქვა კრიტიკული მოსაზრებები ევროპაში და მათ შორის მათი მოსაზრებები ეფუძნებოდა იმას, რომ თქვათ 8 თებერვლის მოვლენებს, სხვა მოვლენებს, რომელიც აქ იყო, რომელიც ნამდვილად უსიამოვნო მოვლენებია ჩვენთვის, ჩემთვის პირადად. ჯობია რომ ისინი არ მომხდარიყო, რა თქმა უნდა მომავალში არ უნდა მოხდეს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და დიალოგის რეჟიმში გადავიყვანოთ და ყოველგვარი ექსცესები უნდა ავიცილოთ თავიდან. აი ახლა წერს საქართველოს მთავრობა ევროპარლამენტს და მე მინდა უბრალოდ, რასაც არასოდეს არ ვაკეთებ, მაგრამ არ შემიძლიათ ვერ ვიკავებ თავს, რომ არ მოვახდინო ამ წერილის ზოგიერთი დებულების ციტირება. მთავრობის პასუხი. და ეს არის რაც პრემიერ-მინისტრმა გააგზავნა ევროპის სახალხო პარტიასთან. და მინდა ციტატად აკეთო, პარლამენტს არ აუგზავნოს პრეზიდენტისთვის პარლამენტ სიტყვის გამოსვლა. სიტყვის გამოსვლის თარიღი არც კი იყო შეთანხმებული. მინდა გითხრათ, მოგმართოთ თქვენ. ეს ყველაფერი ხდებოდა 1 თვის წინ. ხო, იცით რომ პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი იყო შეთანხმებული. ეს გამოაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. იყო ტელევიზორში რეპორტაჟი რომ ამადამ საათზე. პრეზიდენტი მოვა პარლამენტში, გამოვა აქედან, იქნება ესეთი კითხვები, ასეთი იქნება პროცედურა. ეს ნახა სათელმა საქართველოს. თავრობა პირდაპირ ღიად იტყუება. არც კი ყოფილა თარიღი შეთანხმებული, როცა ყველას ნათელი იყო რომ იყო შეთანხმებული. შემდეგ წერია პრეზიდენტ ჩვევია დაგვიანებით გამოცხადება, ან საერთოდ არ გამოცხადება წინასწარ შეთანხმებულ გამოსვლებზე, რაც მიუთითებს რომ იგი საკმარისად არსებობს პატვის პარლამენტს. თუმცა საქმე ამით არ თავდება. მე მინდა მოგმართოთ თქვენ საქართველოს საზოგადოებას. მე ყოფილა ბოლო 9 წელიწადში და მანამდეც 1000 შეხვედრაზე საქართველოს მოქალაქეებთან, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. და როგორც წესი მე არ მჩვევია დაგვიანება, რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება ახლა 100 ერთხელ მოხდეს და როგორც წესი მე არ მჩვევია უპატივცემულობა გამოუცხადებლობა. და ეს იცის ყველა და დღეს იცის ამას წერენ ევროპელებს. შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილის არავის უბრძანებია სასახლეში ყოფნა. თუკი ძალადობა იყო დადგმული და მოწყობილი, დაგეგმა ერთიანი ნაციონალურ მოძრაობამ და არა მმართველ პარტიამ. 1 თვის წინ თქვენ ყველამ ნახეთ სამთავრობო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გამოსვლა პარლამენტში, რომელიც თქვა, რომ პრეზიდენტი დარჩეს სასახლეში და იქ მივაწვით საკვებს და წყალს. თქვენ ნახეთ პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლა მის თაობაზე, რომ პრეზიდენტის ყველა გამოსვლა სასახლეში და პროვოკაცია ჯობია დარჩენილიყო სასახლეში. მე ამას ყველაფერს იმიტომ ვლაპარაკობ, რომ რეალურად ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის მთელი წელი არის გაჯერებული ასეთ ტყუილები. ტყუილი გადაიქცა სტილად სამწუხაროდ ჩვენი კომუნიკაციის. მე ვლაპარაკობ სამთავრობო კომუნიკაციაზე. მე ეს ძალიან მაწუხებს. მაგრამ ევროპელებთან ტყუილი არ შეიძლება. რუსულ სივრცეში ჩვენ შეჩეულები ვიყავით, რომ ტყუილებით მოქმედებთ და ტყუილები არის ცხოვრების წესი. ევროპელებს ერთხელ რომ მოატყუებ, მეორედ ისინი აღარ გენდობიან. და აქ იქნება ნდობა არა მარტო მთავრობისადმი, ცალკე აღებული პრემიერ-მინისტრისადმი, ან პრეზიდენტისადმი, აღარ იქნება ნდობა ქვეყნის მიმართ. არ შეიძლება აი ასეთი წერილებით ლაპარაკი ევროპის თავმთავარ პარტიებთან. არ შეიძლება აკეთო ის, რომ ელაკუცო კარასინს
და საშინელით რაღაცები უწოდო და ყველანაირ უბედურებაში ბრალი დადო ევროპარლამენტის ლიდერებს. არ შეიძლება რომ მერკელის, სარკოზის, ბაროსოს პარტიას უხეშად ლანძღავდე და ამავე დროს მუხლებზე დაფორთხავდე მესამე ხარისხოვანი ონიშენკოს მიერ გამოგზავნილი რუსი ჩინოვნიკების წინაშე. ეს არ არის ქართული სტილი. ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ამდენი წელი ყველა ერთად ვამკვიდრებთ, ჩემო მეგობრებო. აქ არის ძალიან კონკრეტული გამოწვევა დღეს ჩემთვის, რაც ძალიან მაწუხებს. არა მხოლოდ ის, რომ თქვა ტყუილებია ან რაღაცა უხეში გამონათქვეებია, რაც არასდროს არ ყოფილა. საუბარი არის საქართველოს ღირსებაზე. ღირსება არ არის ის, რომ ჩვენ მეგობრებს, ვინც 2008 წლის ომში გადაარჩინა საქართველოს დამოუკიდებლობა, ვინც აქ ჩვენთან ერთად იდგა მოედანზე, მრავალი ევროპელი ლიდერი. და მიუხედავად დიდი საფრთხეებისა და მათი პირადი უსაფრთხოების თვალსაზრისითაც გადაარჩინა ჩვენთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობა. იმ ხალხს, რომელიც ყოველდღიურად გვეხმარება, იმ ხალხს, რომელზეც დგას დღეს საქართველოს სუვერენიტეტი მრავალი ასპექტით. ის ხალხი, ვინც მაგალითად ვიზეთ დგას არაღიარების პოლიტიკა, რომ დაცწია რუსები თქვა აფრიკაში, ოკეანის ქვეყნებში და ამავდროულად და ამათი დახმარებით გავაჩერეთ და ბევრ ადგილზე საერთოდ გადავახედიეთ ამ გადაწყვეტილ ადგილზე გადავახედიეთ ამ უკანონო აღიარების საკითხს. სწორედ ევროპელები გვეხმარებოდნენ ამაში პირველ რიგში. როგორ შეიძლება ჩვენ ევროპას ასე უხეშად ველაპარაკოთ და ასე მოხდეს და კიდევ ერთი და საბოლოოდ რაც არის მთავარი. ვილნიუსის სამიტია წინ. და უნდა გვესმოდეს. საქართველოს 90-იან წლებში უკვე გაუშვა მატარებელი, ვერ შეახდა იმ მატარებელს, რომელთაც ლიტვა, ლატვია, ესტონეთი წაიყვანა ევროკავშირისკენ და ნატოსკენ. ახლა გაგვიჩნდა მეორე შანსი, რომ მოლდოვასთან ერთად ჩვენ შევძლოთ ან სხვა ევროპარტნიორების ქვეყნებთან ამ მატარებელს ჩაჯდომა. თუ ჩვენ ეს შანსი გავუშვით ვილნიუსში, ყველანი დავზარალდებით, ოპოზიცია, უმრავლესობა, ჩვენ უნდა ეხლა გავერთიანდეთ ერთმანეთში და თუნდა გარე ასპარეზზე კი არ უნდა ლანძღოთ. იმაზე კი არ უნდა დავხაროთ თელი დრო, რომ მოვახმაროთ თელი დრო, აი საქართველოს თავრობა ისეთი იყო, ასეთი იყო, საქართველოს ცუდი ქვეყანა იყო, საქართველოს საიზღარი ქვეყანა იყო, საქართველოში პოლიტპატიმრები იყო, რაც არ იყო, ვენეციის კომისიამ დაადასტურა ეხლა. არამედ ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ერთიანი ძალით წავიდეთ აქეთკენ და ეს არის უბრალოდ ლაპარაკი ადვილია, რომ ჩვენ გვინდა ევროპა. ლაპარაკი არაფერს არ ნიშნავს. ამას პუტინიც ამბობდა თავიდანვე, ამას შევარნაძეც ამბობდა თელი დრო. თავარია რომ ტყუილებით არ ველაპარაკოთ. თავარია რომ ცივილიზებული დიალოგი ვაწარმოოთ. თავარია რომ უარი თქვა იმაზე რა დღეს არის შიგნით რომ საქართველოს ჩვენ მომავალ თაობებს არ წაართონ თავარი რამ რაც უკვე დისის შანსის გამოგვიჩნდა. ევროპული პერსპექტივა. მე ამას ვამბობ როგორც ამ ქვეყნის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი რომელიც მთელი ეს წლები ყველაფერი გააკეთა რომ ევროპის რუკაზე დამკვიდრებულიყავით. და ასევე როგორც უბრალოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც მინდა რომ ჩემი შვილებიც და ყველა ჩვენგანი შვილები ცხოვრობდნენ ბევრად უფრო დაცულ, ბევრად უფრო წარმატებულ საქართველოში. და ჩვენ ეს გზა მიგვიყვანს ჩიხში. ეს გზა საქართველოს რამდენჯერმე გაიარა 90-იან წლებში და რამდენჯერმე ძალიან მწარედ შემოგვიბრუნდა. ნუ არ დაუბრუნდებით იქ მიმოუსულეს საიდანაც ახლა ვიწყებთ გამოსვლას, იმიტომ რომ ის ანტიევროპული ძალები რომ დღეს მოქმედებენ ისე გაგვიხდიან საქმეს, რომ ჩვენ არსად აღარ გვექნება წასასვლელი გარდა იმისა, რომ მუხლებზე მიფორთხდეთ ისევ ჩვენ დაპყრობელთან და საქართველოს ხალხის მუხლებზე არასოდეს არ დაიჩოქრებს და ისევ შეიძლება აღმოჩნდეთ გამოვალ სიტუაციაში. ამიტომ მე მინდა საქართველოს მთავრობას შევთავაზო, რომ ასე კი არ ვილაპარაკოთ ეპისტოლარულ შენზე წერილი პასუხი და ამ შემდეგ, როგორც ძველ დროში იყო ხოლმე. დავждეთ ერთად, შევიმუშაოთ სერიოზული კონცეფცია. ერთი ხმით ველაპარაკოთ ევროპას, მაგრამ ეს ყველაფერი ნიშნავს ასევე იმ ფასეულობებზე დგომას, რომელსაც ეფუძნება ევროპული არჩევანი. ეს ფასეულობები არის დემოკრატია, თავისუფალი მართლმსაჯულება, თავისუფალი მედია, კონსტიტუციური დიალოგი, ცივილიზებული ფარგლები ჩვენი ქვეყნისთვის და თავისუფალი არჩევანი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ამ პირობებში ჩვენ ევროპულ არჩევანს ვერაფერი ვეღარ დაუდგება წინ და მე მინდა ყველამ ამ მიმართულებით ვიმოძრაოთ. დიდი მადლობა. ეს იყო პირდაპირ ჩართვა საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციიდან მიხეილ სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის მემორანდუმზე საქართველოს მთავრობის პასუხს გამოეხმაურა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით მთავრობის პასუხი მან უარყოფითად შეაფასა და საქართველოს მთავრობას ეპისტოლარული საუბრის ნაცვლად ურთიერთთანამშრომლობისკენ მოუწოდა. და განვაგრძობთ გამოშვებას. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის ყოფილი მთავარი სპეციალისტი მუხრან ბურჭულაძე სამსახურიდან გათავისუფლებას პოლიტიკურ ანგარიშწორებას უკავშირებს. ბურჭულაძე
ბურჭულაძის თქმით, გათავისუფლების მიზეზი მის მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელებული პოლიტიკური განცხადებებია. მისი თქმით, ეს განცხადებები იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. მინისტრმა ბურჭულაძეს პოლიტიკური ნეიტრალიტეტისკენ მოუწოდა. საჯარო რეესტრიდან ბურჭულაძესთან ერთად კიდევ 2 თანამშრომელი ახსნა განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. ამ სისტემას კავშირებით ხა არანაირ საკმაოდ ტენდენციური გახდა თანამშრომლების მიერ ახსნა განმარტებების მოხსენებების დაწერა. შემდგომ რასაკვირველია, სწორედ რომ ხასკასმით მინდა ვთქვა, უკანონო დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებები დღეს უკვე შედეგი იყო ამ ყველაფრისა, სამი პიროვნება გავათავისუფლეს და უბრალოდ მინდოდა ხელისუფლებას მოუწოდო, რომ ამან ეს მოვლენა არ გასცდეს ამ მასშტაბებს. მუხრან ბურჭულაძის, მანანა ნატროშვილისა და იმედო არჯევანიძის გათავისუფლებას ხელი იუსტიციის მინისტრმა თავად მოაწერა. მიზეზი კი აღნიშნული პირების მიერ საჯარო რეესტრის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება და სამუშაოს არასათანადო შესრულება იყო. როგორც დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა, თეა წულუკიანმა მუხრან ბურჭულაძეს პირადად გაუგზავნა გაფრთხილების წერილი, შეეწყვიტა საჯარო რეესტრის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება და გამოიჩინა მისი თანამდებობისთვის აუცილებელი თავშეკავება და კორექტულობა. აღარ დაეცინა საჯაროდ საკუთარი თანამშრომლებისთვის. მუხრან ბურჭულაძემ ეს გაფრთხილება არ გაითვალისწინა. შიდა კონტროლის სამსახურმა კი მუხრან ბურჭულაძესა და მანანა ნატროშვილს დისციპლინური სახდელი დააკისრა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობამ რამდენიმე დღის წინ მიიღო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრის იურიდიული სამსახურის 3 თანამშრომლის, მათ შორის მუხრან ბურჭულაძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ეს გადაწყვეტილება დღეს დილით იქნა ხელმოწერილი. იუსტიციის მინისტრი თვლის, რომ მის გამგებლობაში შემავალი ყველა სფეროს მუშაკი არაერთი რომელიმე პოლიტიკური მიმდინარეობის, არამედ ხალხის სამსახურში უნდა იდგეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანს ეწვია მაია ფანჯიკიძე ტერორისტთან ბრძოლის წინააღმდეგ თანამშრომლობის გამტკიცების საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. დღესვე მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრები აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ბაქოში იმართება ორდღიანი კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. მე ჩემს გამოსვლაში ყურადღება გავამახვილე იმ საფრთხეებზე, რომლებიც არსებობს საქართველოსთვის და საერთოდ რეგიონისთვის საერთაშორისო ნავთობისა და გაზის კომპანია საქართველოში ინვესტიციების გაზრდას გეგმავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ნავთობისა და გაზის კომპანია ფრონტერა საქართველოს აღმასრულებელ დირექტორს სტივენ ნიკანდროს შეხვდა. ფრონტერა საქართველოში საქმიანობა 97 წლიდან დაიწყო. მისი სათაო ოფისი ამერიკაში მდებარეობს. შეხვედრაზე მხარეებმა უკვე არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. დღესვე ბიძინა ივანიშვილი ევროპის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს ცინო ცენავსა და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნენად ლალოვიჩს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ევროპის ჭიდაობის ჩემპიონატისთვის წარმოებული სამუშაოები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ქართული ჭიდაობის ტრადიციებს, დღევანდელ მდგომარეობასა და ჭიდაობის სამომავლო პერსპექტივებს. შეხვედრას ბიძინა ივანიშვილთან ერთად სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი ესწრებოდა. მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური პირდაპირ ეთერში დაბრუნდა. პრობაციონერებს დღეიდან რეგისტრაციის თარიღს მოკლე ტექსტური შეტყობინებით შეახსენებენ. პრობაციის ბიურომ SMS-ების სერვისი ამოქმედა. მომსახურების მიზანია პრობაციონერების რეგისტრაციის პროცესი უფრო სწრაფი და კომფორტული იყოს. სასჯელ აღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ გათდენების სტატისტიკა მაღალი იყო. რადგან პრობაციონერებს ხშირად ავიწყდებოდათ პრობაციის ბიუროში გამოცხადების დრო. SMS შეტყობინებებს ბიურო პრობაციონერებს ერთი დღით ადრე გაუგზავნის. იმ შემთხვევაში თუ შეტყობინება პრობაციონერმა ტექნიკური ან სხვა სახის პრობლემის გამო ვერ მიიღო, ის არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან და გამოუცხადებლობის შემთხვევაში 100 ლარით დაჯარიმდება. ვფიქრობ, დაეხმარება მათ მინიმალიზირებული იყოს ასეთი, ასე ვთქვათ, პრობლემები, რაც მათ ეხლა დღესდღეობით გააჩნიათ. ეს ჯარიმები რეალურად არის ბიუჯეტის შემოსავალი, მაგრამ ჩვენ სწორედ ამას ხაზს უსვამთ, რომ ეს ჩვენთვის ასეთი შემოსავალი ჩვენთვის არ არის საჭირო. მთავარია, რომ ადამიანს ხელი შეუწყოთ, რომ მან მოიხადოს თავისი სასჯელი. სურვილისამებრ ირჩევენ მჟავდებულები კვირის სამუშაო დღეებში რა დროს უნდა გამოცხადნენ. იყო შემთხვევები საკმაოდ ბევრი, რომლებსაც ავიწყდებოდათ. მჟავდებულისთვის თავარი მოვალეობა არის, რომ კანონდადგენელი რეჟიმის დროს გამოცხადდეს
შესაბამის პრობაციის ბიუროში, არ გამოცხადების შემთხვევაში, თუნდაც დავიწყების შემთხვევაში, იგი არ თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან და შესაბამისად მის მიმართ დგება ადმინისტრაციული ჯარიმა. ძალიან კარგი იქნება მესიჯად რომ მოგივა და რომ გამოცხადებით პრობაციაში, რომ შეიძლება სხვაგან იყოს წასული და გადაგავიწყდეს და ან მესიჯი მოგივა და მოხვალ და დააფიქსირებ შენ გამოცხადებას. ერთხელ გამოვიწყდა და გამომეწერა 100 ლარიანი ჯარი. არასამთავრობო ორგანიზაციები ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის და ხალხისთვის მთავარ პროკურორს მიმართავენ და პატიმარ კობა მატკავას საქმის ხელახალ და დაჩქარებულ გამოძიებას თხოვენ. მათი განცხადებით 2 წლის წინ მატკავას აღიარებითი ჩვენება წამების შედეგად დააწერინეს. კობა მატკავას ტერორისტული აქტის ორგანიზებისთვის 10 წელი აქვს მის ჯილი. მის საქმეში სოსო თოფურიძე და ბაჩო ახალაიაც ფიგურირებენ. ნანა კაკაბაძის განცხადებით მსგავსი საქმეები ხელახალი გამოძიებისთვის არ უნდა იყოს აუცილებელი. ახლად აღმოჩენილი გარემოებები და პროკურატურისთვის პრიორიტეტი ის საქმეები უნდა იყოს, სადაც წამებით მიღებული ჩვენებები ფიგურირებს. იქნა გდანის მერვე დაწესებულებაში გადაყვანილი და 2 კვირის განმავლობაში მას სასტიკად უსწორდებოდნენ და ემუქრებოდნენ ასევე გაუპატიურებით. მან აღიარა თავისი დანაშაულობა ტერორიზმში. როდესაც ადამიანი უდანაშაულს ჩააჯენ, იქ ახალ გარემოები რა უნდა გამოვლინდეს, როდესაც სიბინძურით არის საქმე შექმნილი. ახალ გარემოებებს ვერ წარადგენს ადამიანი და რა შესაძლებლობა აქვს ეხლა ან კობა მატკავას, ან მის ოჯახს. თუ ჩვენ არ ვიტყვით დღეს, რომ სამართლიანობის აღდგენისთვის აუცილებელი პირობა ესეთი საქმეების გადახედვა, რომელიც ეფუძნებოდა წამებით გამოძალულ ჩვენებებს და ჩვენ რაღაც 300 მუხლში დაფიქსირებული კრიტერიუმებით დავიწყებთ რაღაც ახლად აღმოჩენილი გარემოებების ძებნას, ბუნებრივია საზოგადოებას ვერ გაუჩენთ სამართლიანობის აღდგენის განცდას. აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია მაქსიმალურად სწრაფად მიენიჭება. ამის შესახებ დიპლომატიური კორპუსსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განათლების მინისტრმა განაცხადა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, აგრარულ უნივერსიტეტთან მიმართებაში სამინისტრო კანონის ფარგლებში მუშაობდა და ახლაც არის პოლიტიკური მზაობა, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში გადაიჭრეს. განათლების მინისტრმა დიპლომატიურ კორპუსთან და არასამთავრობოებთან შეხვედრაზე ავტორიზაციის მინიჭების სავარაუდო ვადებიც დაასახელა. მარგველაშვილის ვარაუდით აგრარული უნივერსიტეტი ავტორიზაციას დაახლოებით 2-3 კვირაში მიიღებს. აქ ყოლაპარაკი იმის შესახებ, რომ რატო იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული, საუბარი იმის შესახებ, რომ აგრარულმა უნივერსიტეტმა გამოასწორა შეცდომები, დარღვევები პროსტორეთ და ჩვენი მზაობის შესახებ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მე ამას ხაზი გავუსვი, არის პოლიტიკური მზაობა, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავლილი იყოს ის ყველა ფორმალური პროცედურა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ აგრარულ უნივერსიტეტს ჰქონდეს ავტორიზაცია. სხვა დეტალები, რომ პოლიტიკურად დევნილი სტატუსი შეინარჩუნოს, ან სტუდენტები შეინარჩუნოს პოლიტიკურ მძევლად, მე აღარ მგონია, რომ მას ეს შესაძლებლობები გააჩნია, რაც არ უნდა ახალი თემები ამოვარდეს. ჩემთვის ძალიან პოზიტიური იყო ის, რომ სამინისტრო აცხადებს, რომ უმცირეს ვადებში მიენიჭება ავტორიზაცია უნივერსიტეტს, რაც დაახლოებით 2 კვირიანივა და იმ შემთხვევაში თუ ისინი გამოასწორებენ აი ამ ხარვეზებს და მისი თქმით მათ უკვე დაწყებული აქვს ამ ხარვეზების გამოსწორებაზე მუშაობა. ცოტა რთული არის ჩვენთვის ამ ეტაპზე იმის გარჩევა, რომელი არის მართალი, რომელი არის ტყუანი. შესაბამისად ეს შეხვედრა რა თქმა უნდა კარგი იყო, თუმცა აი ამ კუთხითაც კარგი იქნება თუ უფრო დეტალებში ჩავალთ და ასე ვთქვათ, ტყუან მართალს გავარჩევთ მომავალში, სწორედ აი ამ ფაქტის შეფასების საჭიროებიდან გამომდინარე. აღსრულების ეროვნული ბიურო ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის ნომერ 34 კორპუსიდან დევნილებს უახლოეს დღეებში გამოასახლებს. დევნილთა 50 ოჯახი აღნიშნულ კორპუსში 97 წელს შესახდა. მათი ადვოკატის განცხადებით 2004 წელს თბილისის მერიამ შეიტანა სარჩელი დევნილების გამოსახლების მოთხოვნით, თუმცა სარჩელი უკანვე გამოისყიდა და ბინები კერძო პირებზე გადააფორმა. პირები, რომლებზეც ეს ბინები გაფორმდა, დევნილების გასახლებას და საკუთარი საცხოვრებელი ფართების დაბრუნებას ითხოვენ. ეს იყო მაშინ ეკონომიკის ბალანსზე. სახელმწიფოს იყო. არ იყო გადაცემული კერძო პირებზე, როგორც ესენი ამბობენ. ჯერ ერთი მიდის მიმდინარეობს ძიება. დღეს არის პირველი შემთხვევა, რომ ესაკუთრე
ციური ჩლაიძის ბინიდან მის უკანონო დაკავებულ ბინიდან გამოასახლონ მისი მოწინააღმდეგები ორობინსკები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ცეცხლიან სხვადასხვა ყალბ დოკუმენტებს. რამდენადაც მე ვიცი 5-6 კორპუსი არის თბილისში აღნიშნული პირობების და გიგი უგულავას ჰქონდა პირადად მე ვიცი ერთი სარჩელი შეტანილი გამოსახლებაზე დევნილებისა მერიის სახელით. მაგრამ რატომღაც გადაიფიქრეს აი სარჩელი მიხვდა რომ სახელმწიფო ვერ დაუპირისპირდებოდა დევნილს თვითონ სარჩელი უკან გამოიხმეს და დაიწყეს კერძო პირებზე აღნიშნული ბინების უსასყიდლოდ გადაცემა. დევნილთა სამინისტრო ყველაფერი გააკეთა იმისათვის რომ ესე დაჩქარებული ტემპით არ ყოფილიყო მათი გასახლება. ჩვენ მივმართეთ შუამდგომლობით სასამართლოსაც, აღსრულების ბიუროსაც, სანამ არ გაირკვევოდა მათი განსახლების საკითხი. თქვენი თხოვნა ესე არ იქნა გათვალისწინებული. დევნილთა სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის რომ ეს ადამიანები ქუჩაში აღარ აღმოჩნდნენ. დმანისის რაიონის სოფელ ზემო გარაბულახის მცხოვრებლები სახნავს ათესი და საძოვარი მიწების დაბრუნებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ მთავრობის კანცელარიის წინ აქცია გამართეს და პრემიერ-მინისტრის სახელზე კანცელარიაში წერილი შეიტანეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ მათ კუთვნილი მიწები ჩამოართვა და ნაწილი გაყიდა კიდეც. აქციის მონაწილეები მთავრობას ამ მიწების დაბრუნებას თხოვენ. აი გოგოни რამდენი ახალგაზრდა კაცები არის და მუშაობა არ არის ქარხანა არ არის და არცა და აი შენ თუ საქონელი არ არის და კაცის ადგილი არ არის ბალახი არ არის და შეერით მოკვდება ამ ხალხს ჩვენი მიზა ძველი მიზა რამდენი არის ჩვენ სოფლის მიზა ეს მიზას გავზ ხალხმა დადროა გავიგოთ რაზე იქნება საუბარი გადაცემა ბიზნესის დროში ამას მისი წამყვანი და ავტორი თეაშველიძე თავად გვეტყვის. თეა მოგესალმებით და გისმენთ. მოგესალმებით ვასიკო, შეიძლება ითქვას რომ ჩემი გადაცემა თემები არის გაგრძელება იმ ინფორმაციის რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავიდა ეთერში და შეეხებოდა დევნილთა პრობლემებს. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმის მიუხედავად რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ტოლთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ დევნილთა განსახლებაა. ამან მაინც ვერ ეს საკითხი კლავაც ერთ-ერთ პრობლემად რჩება და საკმაოდ ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც დევნილები თავად იღებენ გადაწყვეტილებას და თვითნებურად იკავებენ ფართებს. როგორ აპირებს დევნილთა სამინისტრო მოაგვაროს ეს ძალზედ მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც მრავალწახნაგოვანი აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური თემატიკა. ჩვენი გადაცემის სტუმარი იქნება იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ტოლთა მინისტრი დავით დარახველიძე და ჩვენ შევეცდებით იმ კითხვებს გავცეთ პასუხი, რომელიც ბოლო პერიოდში ამ საკითხთან მიმართებაში საკმაოდ აქტიურად მუსირებს და კიდევ ერთი თემა, რომელიც ჩვენ ასევე გვექნება გადაცემაში, ეს არიან ბიზნესმენები, რომლებიც თავს წინა ხელისუფლების პირობებში რეპრესირებულად თვლიან. ისინი იმის მიუხედავად, რომ მათ გაუჩნდათ განცდა იმის, რომ ქვეყანაში აღდგება სამართლიანობა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, მათ აქვთ პრეტენზია, რომ მათი საქმეები, რომელიც სამართალდამცავ სტრუქტურებშია შეტანილი, ჭიანურდება. ჩვენი გადაცემის სტუმრები იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაცია დააბრუნეს დამფუძნებელი ბიზნესმენი მამია სანადირაძე და ასევე იურისტი პროფესორი გია მეფარიშვილი და ჩვენ მოვისმენთ რა ალტერნატიულ გზას თავაზობენ ისინი ხელისუფლებას იმისათვის რომ მოხდეს ამ საქმეების დროულად გამოძიება რათა მომავალში არ გართულდეს. დიდი მადლობა თეა, ასეთი იქნება ბიზნესის დრო, რომელიც 8 საათზე დაიწყება, საინფორმაციო სამსახური კი პირდაპირ ეთერში ზუსტად 9-ზე თავთა სანიკიძესთან ერთად დაბრუნდება. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. ნახვამდის.